ეს არის თერაპიული ზღაპრების და იგავების არხი. მე ვარ ფსიქოთერაპევტი ნინო კანდელაკი. დღეს გთავაზობთ თერაპიულ ზღაპარს ბავშვებისთვის, რომელსაც ქვია გამოცდის დღე. ეს ზღაპარი შეადგინა ფილოლოგმა და პედაგოგმა ლალია ფციაურმა. ამ ზღაპარში საუბარია თემებზე, როგორიც არის უყურადღებობა, დაუკვირვებლობა, სულსწრაფობა, სიძნელეების სწავლაში, განცდები ცუდი ნიშნების გამო, მარცხით გამოწვეული სტრესი და დეპრესიული განწყობა და პიროვნული ზრდა. თუ მოგეწონებათ ჩვენი კონტენტი და ეს ზღაპარიც, აუცილებლად გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ეს ვიდეო და გაზიარეთ. გამოცდის დღე. ძალიან დიდი ხნის წინ ტყეში თავის ტომთან ერთად ცხოვრობდა ინდიელი ბიჭი, სახელად სეკვოია. სეკვოიას ტომის ყველა მამაკაცი კარგი მონადირე იყო. ისინი ბიჭებს ისე ზრდიდნენ, რომ ადრეული ასაკიდანვე ნადირობის ხელოვნებას დაუფლებოდნენ. მასწავლებლად ყველაზე ასაკოვან და გამოცდილ მონადირეს მიუჩენდნენ, რომელსაც თვითონ ნადირობა აღარ შეეძლო, ამიტომ ახალგაზრდების წვრთნას იწყებდა და თავის ცოდნას მათ ახმარდა. როცა მასწავლებელი საჭიროდ მიიჩნევდა, ბიჭები საერთო ნადირობაში იღებდნენ მონაწილეობას და ამით უფროს მამაკაცებს ეხმარებოდნენ. თუმცა ნამდვილი მონადირე მხოლოდ ის შეიძლებოდა გამხდარიყო, ვინც ტყის ყველა საიდუმლოს ეზიარებოდა. ტომს ასეთი ადათი ჰქონდა. საერთო დღესასწაულს მართავდნენ, რომელზეც ახალგაზრდებს მთელი ტომის თვალწინ უნდა გაევლოთ გამოცდა. ეჩვენებინათ ყველაფერი, რაც ისწავლეს და დაემტკიცებინათ, რომ შუბის მარჯვედ ხმარებაც იცოდნენ, ყველანაირი კვალის გარჩევაც და 1000 გვარი წვრილმანის შემჩნევაც შეეძლოთ. გამოცდა ძალიან მკაცრ პირობებში ტარდებოდა, რადგან ველურ ბუნებასთან ხუმრობა არ შეიძლება. ამიტომაც თუ ახალგაზრდა გამოცდას ვერ ჩააბარებდა, მონადირეობის უფლება ერთმეოდა და როცა ტომის ყველა მამაკაცი სანადიროდ მიდიოდა, მას ბანაკში დარჩენა და ქალებისა და მოხუცების დახმარება ევალებოდა. როცა დრო მოვიდა, მასწავლებელს სეკვოიაც მიაბარეს. ის ჭკვიანი ბიჭი იყო, ყველაფერს ადვილად ითვისებდა. თუმცა ზოგჯერ სულსწრაფობას ძლევდა და ზედმეტად ჩქარობდა. ეჩვენებოდა, რომ რასაც მასწავლებელი უხსნიდა, ისედაც გასაგები იყო. თან უკვე ყველაფერი იცოდა, ამიტომ თვლიდა, რომ განმარტებების ბოლომდე მოსმენა საჭირო არ არის. ჯობია საქმეზე მალე გადახვიდე. თუ უყურადღებობის გამო მასწავლებელი შენიშვნას აძლევდა, ბიჭი ფიქრობდა, რომ მას უბრალოდ შარის მოდება უნდოდა და ისევ თავისებურად იქცეოდა. ასე გაიარა სწავლისთვის განკუთვნილმა დრომ. დადგა გამოცდის დღეც. სეკვოია ძალიან ადრე ადგა. მზე ჯერ არ ამოსულიყო. მას კი უკვე 1 სული ჰქონდა. გამოცდა დაეწყოთ, რომ ნამდვილ მონადირედ რაც შეიძლება მალე გამოეცხადებინათ. როგორც იქნა, დაფდაფების შორეული ხმაც გაისმა. დღესასწაული იწყებოდა. მთელი ტომი დიდ მდელოზე შეიკრა. გამოცდა დაიწყო. სეკვოია სხვა მონაწილეებს არაფრით ჩამოუვარდებოდა. ბევრ რამეში კი სჯობდა კიდეც.
ის ხომ ჭკვიანიც იყო, ძლიერიც, მოქნილიც, გულადიც, თუმცა რაც უნდა ეკეთებინა, ყოველთვის ძალიან ჩქარობდა. სიჩქარეში კი ყურადღებაც ეფანტებოდა და შეცდომებსაც უშვებდა. როცა გამოცდაზე ირმის ნაკვალევის გამოცნობა დაავალეს, იმის ნაცვლად, რომ ფრთხილად გაერჩია ანაბეჭდები, სირბილით გაიჭრა ბილიკზე და არათუ ირმის კვალი დაკარგა, ავაზისაც კი ვერ შეამჩნია. კიდევ კარგი, მონადირეებმა დროულად მიუსწრეს. თავისმა უყურადღებობამ სხვა დავალებების შესრულებაშიც შეუშალა ხელი. საღამოს გამოცდის ყველა მონაწილეს საზეიმოდ დაჰკიდეს ამულეტები, როგორსაც ტომის თითქმის ყველა მამაკაცი ატარებდა. ისინი მონადირეებად აკურთხეს. სეკოიას კი ტომის ბელადმა უთხრა: შენ გამოცდა ვერ ჩააბარე. ჩვენ კი ვერ გავრისკავთ, რომ ნადირობისას გვერდით არასაიმედო ადამიანი ვიყოლიოთ. ამიტომ საერთო ნადირობაშიც ვერ მიიღებ მონაწილეობას. შენმა უყურადღებობამ შეიძლება არა მარტო შენ მოგიტანოს ზიანი, არამედ სხვებსაც და ძალიან ძვირადაც დაგვიჩნდეს. ბელადის განაჩენი კაცრი იყო, მაგრამ სამართლიანი. მონადირეები ერთმანეთის საიმედოობაში დარწმუნებული უნდა ყოფილიყვნენ. სხვანაირად არ შეიძლებოდა. სეკოიამ ბელადის გადაწყვეტილება ბოლომდე არც მოისმინა. ისე გაიქცა და ტყეს შეაფარა თავი. რომ გულგატეხილი და დამარცხებული არავის ენახა. ის ხომ ძალიან ამაყი ბიჭი იყო. მაგრამ რაც დღეს მოხდა, იმისი მიზეზი ვერ გაეგო. თვლიდა, რომ ბელადმაც და მასწავლებელმაც რატომღაც აითვალწუნეს და ასე იმიტომ მოექცნენ და მან გადაწყვიტა ნებისმიერ ფასად დაემტკიცებინა ყველასთვის, რომ სხვებზე ნაკლები არაფრით იყო. ტომში ერთი ლეგენდა არსებობდა. უფრო სწორად არავინ იცოდა ლეგენდა იყო თუ სინამდვილე, მაგრამ მოხუცებისგან მოესმინათ, რომ მრავალი მთვარის წინ მათ ტომს ერთი ბელადი ჰყავდა. შესანიშნავი მონადირე. თავისი საარაკო თვისებებით ყველასგან რომ გამოირჩეოდა. მისი სადარი არც გონებით, არც სისხარტით და არც გულადობით არავინ მოიძებნებოდა. ბრძენი და დაკვირვებული ბელადი გადაწყვეტილებას არასოდეს იღებდა იქამდე, სანამ ყველაფერს საგულდაგულოდ არ აწონ-დაწონიდა. ამიტომ ტომის ყველა ბრძოლა თუ ნადირობა წარმატებით სრულდებოდა. დიდი ბელადი მონადირეებისთვის ამულეტებს საკუთარი ხელით ამზადებდა. ერთხელ მან ისეთი ლამაზი ამულეტი დაამზადა, კაცის ხელით შექმნილი ვერაფერი შეედრებოდა. ბელადმა გადაწყვიტა, რომ მისი მფლობელი მხოლოდ გამორჩეული კაცი უნდა გამხდარიყო, რომელიც მასავით დიდი მონადირე იქნებოდა. თავისი ძალით, გონებით, მოხერხებულობითა და გამჭრიახობით მისი თანასწორი. მან ყველაზე მაღალი და ძნელად მისადგომი მთა მოძებნა და ამულეტი მის მწვერვალზე დამალა. შემდეგ კი ტომს განუცხადა, რომ პოვნელს ის საჩუქრად ერგებოდა და მასავით დიდ მონადირეთაც გამოცხადდებოდა. ამულეტის პოვნას
ბევრი შეეცადა, თუმცა ამაოდ. ლეგენდა თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ბევრი უკვე იმასაც ფიქრობდა, რომ არანაირი ამულეტი არც არსებობდა, მაგრამ სეკოიას მისი ამბავი მაინც სჯეროდა. იმის მერე, რაც მონადირედ კურთხევაზე უარი უთხრეს, დიდხანს დახეტიალობდა ტყეში და ფიქრობდა, ისეთი რა გაეკეთებინა, რომ ყველასთვის ეჩვენებინა, როგორი კარგი მონადირე შეიძლებოდა მისგან დამდგარიყო. უცბად აზრად მოუვიდა, ის ამულეტი რომ ვიპოვო, იქნებ მაშინ მაინც მცნონ მონადირეობის ღირსად? სწორედ ეს ერთადერთი გამოსავალი იყო. ახლა უნდა წასულიყო და ამულეტი მოეძებნა. ბიჭი პირდაპირ იმ მთისკენ გაემართა, სადაც ზღაპრული ამულეტი ეგულებოდა. მაგრამ ტყუილად ხომ არ დამარცხდა იმდენი საუკეთესო მეომარი და მონადირე იმ მთასთან ჭიდილში. ის მართლა ძალიან მაღალი იყო. მასზე ასვლა კი თითქმის შეუძლებელი. როგორც კი სეკოია მთას მიადგა, როგორც სჩვეოდა, მაშინვე დაიწყო ზედაცოცება, მაგრამ სულ მალე ისევ მიწაზე აღმოჩნდა. ციცაბოდ აღმართულ კალთებს თითქმის ვერსად ეჭიდებოდა. კიდევ ბევრჯერ სცადა, მაგრამ ყოველ ჯერზე ერთი და იგივე მეორდებოდა, რადგან მისი მოქმედებები ზედმეტად დაუკვირვებელი და ნაჩქარევი იყო. ბოლოს დაჯდა და დაფიქრდა. ალბათ რაღაცას არასწორად ვაკეთებ, მაგრამ რაიმე გზა უთუოდ იქნება. და სეკოიამ გულ დაიწყო მთის შესწავლა. ნელა და ძალიან ყურადღებით ათვალიერებდა თითოეულ შვერილს. უცებ შეამჩნია, რომ ერთ ადგილას შვერილები კიბის მსგავს რაღაცას ქმნიდა, რომლითაც ზევით ასვლა არც თუ ისე ძნელი უნდა ყოფილიყო. თავიდანვე როგორ ვერ შევნიშნე, გაოცდა ბიჭი და თავის და გასაკვირად გაუელვა აზრმა, რომ მასწავლებელი შეიძლება მართალიც იყო ნუჩქარობო რო ურჩევდა. იქნებ რაიმეს გაკეთებამდე მართლაც ჯობია ჯერ დაფიქრდე. სეკოიამ კვლავ სცადა მთაზე ასვლა. ერთგან პატარა გამოწეული ადგილი შენიშნა და ის იყო ფეხი ზედ უნდა შეედგა, რომ სისინი შემოესმა. კლდის შვერილზე მოზრდილი გველი წამოწოლილი იყო. გაშეშთა და იგრძნო, რომ როგორ დაუარა ზურგზე სიცივემ. ახლა რა გავაკეთო? არადა მახსოვს მასწავლებელი გვეუბნებოდა, ასე დროს როგორ უნდა მოვქცეულიყავით, როგორ ვნანობ, რომ მაშინ ისე გავიქეცი ბოლომდე არც კი მოусმინე. იქ მდელოზე ყველაფერი ისეთი მარტივი და იოლი ჩანდა. ახლა კი არ ვიცი როგორ მოვიქცე, ფიქრობდა ბიჭი. საბედნიეროდ გაუმართლა და გველი მშვიდობიანად გაეცალა იქაურობას. როგორც კი დავბრუნდები, მასწავლებელს ვთხოვ, ყველაფერი თავიდან ამიხსნას და ამჯერად ყოველ სიტყვას ყურადღებით მოვისმენ, რომ მნიშვნელოვანი არაფერი გამომრჩეს. გადაწყვიტა სეკოიამ და თავისი რთული სავალი ჯიუტად განაგრძო. ბოლოს მწვერვალსაც მიაღწია და ამულეტის ძებნას შეუდგა. იქაურობა რამდენჯერმე შემოირბინა, მაგრამ ვერაფერი იპოვა.
მაშინ ისევ დაჯდა და დაფიქრდა. მიხვდა, რომ სხვა არაფერი დარჩენოდა, თუ არა მწვერვალის კიდევ ერთხელ ნაბიჯ გამოკვლევა. ოღონდ არა ისე, როგორც ამას აქამდე აკეთებდა, არამედ სხვანაირად. და ბიჭმა ძალიან ნელა და გულმოდგინედ დაიწყო ყოველი გოჯის გადასინჯვა. თავიდან ძალიან გაუჭირდა ასე თანმიმდევრულად და აუჩქარებლად მოქმედება. ის ხომ ყველაფრის სწრაფად კეთებას იყო მიჩვეული. მერე კი ეს მოეწონა კიდეც. გულდაგულ ძიებაში გატარებული 1 საათის შემდეგ სეკვოიას ყურადღება ერთმა ძალიან უცნაურმა ქვამ მიიპყრო. მზის სხივის დაცემაზე შიგნიდან მოყვითალო შუქით რომ ნათდებოდა. ბიჭი მთელი ძალით დაეჭიდა და გადააბრუნა. დიდი გლუვი ქვის შუაგულში, ამოკვეთილ ჩაღრმავებაში არაჩვეულებრივი სილამაზის ოქროს ამულეტი ანათებდა. სეკვოიას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მან ფრთხილად აიღო ამულეტი და თას უკან ჩამოუყვა. ამჯერად ნელა მიდიოდა და ყოველ ნაბიჯს ზომავდა. ახლა უკვე იცოდა, რომ სახიფათო გზაზე დაკვირვებულობა და სიდინჯე აუცილებელია. მიყვებოდა ბიჭი გზას თავისი სოფლისკენ და ფიქრობდა. გაუცებული იყო იმის აღმოჩენით, თუ რამდენი რამ იყო გარშემო ისეთი, ადრე რომ არც კი შეუმჩნევია. უცებ მიხვდა, რომ ხშირად არასწორად იქცეოდა. ბელადი კი მართალი იყო. სანდოდ რომ არ მიიჩნია და სხვებთან ერთად ნადირობის უფლება არ მისცა. სახიფათო მოგზაურობამ სეკვოიას ასწავლა, რომ ყურადღებით უნდა ყოფილიყო. ყველაფერი კარგად მოეფიქრებინა. საკუთარი ძალების სწორად შეეფასებინა და ისე ემოქმედა. იმასაც მიხვდა, რომ ნებისმიერი რჩევა და მითითება აუცილებლად ბოლომდე უნდა მოისმინო და ისწავლო. სოფელში დაბრუნებულმა სეკვოიამ მთელი ტომის წინაშე სთხოვა პატიება ბელადს და მასწავლებელს. მოყვარა სირთულეებს შეეჩეხა გზად და რამდენ რამეს მიხვდა და ჩასწვდა. ბოლოს ითხოვა, მომდევნო წელს მონადირეთა გამოცდაზე გასვლის უფლება კიდევ მიეცათ. ბელადმა ნება დართო. სეკვოია მთელი წელი გულმოდგინედ ემზადებოდა გამოცდისთვის. მთელი ეს ხანი ყველაზე ყურადღებიანი და მომთმენი მოწაფე იყო და ძალიან ცდილობდა ყველაფერი საუკეთესოდ შეეთვისებინა. მომდევნო ზაფხულს გამართული გამოცდა კი ბრწყინვალედ ჩააბარა და მონადირის ამულეტიც საზეიმოდ გადასცეს. მას მერე მართალია ზოგჯერ ისევ მოუნდებოდა ხოლმე რაღაც მაშინვე ჩქარა და დაუფიქრებლად გაეკეთებინა, მაგრამ ოქროს ამულეტი ყოველთვის ახსენებდა, რისი გადატანა მოუხდა ბავშვობაში თავისი მოუთმენლობისა და უყურადღებობის გამო. როცა სეკვოია გაიზარდა და უკვე გამოცდილი მონადირე გახდა, ტომმა ის თავის ბელადად აირჩია. სეკვოია ტომს ბრძნულად მართავდა და ერთ-ერთ ისეთ დიდ ბელადად იქცა, რომლის შესახებაც შემდეგ უამრავი ლეგენდა შეითხზა. ასეთი იყო დღევანდელი ჩვენი ზღაპარი. მართლაც როგორი მნიშვნელოვანია სწავლა, ახლის შემეცნება
და საერთოდ სამყაროს შემეცნება, საკუთარი ძალების მოსინჯვა, რა შეგვიძლია ჩვენ და ამაში როგორ გვეხმარება ეს განათლება, გაფართოება ცნობიერების და მე როგორ მოგწონს ჩვენი თავი და როგორ წარმატებას ვაღწევთ, როცა მართლაც გვაინტერესებს, ვითარდებით, ვსწავლობთ და განათლება მართლაც რომ სინათლე და ნათელია. ძალიან მინდა რომ მოასმენინოთ თქვენ შვილებს ეს ზღაპარი. ვიცი რომ ძალიან სასარგებლო იქნება მათთვის. მოწონების შემთხვევაში გამოიწერეთ ჩვენი არხი, მოიწონეთ, დაგვიკომენტარეთ, რას ფიქრობთ ამ ზღაპარზე, ან შედეგები, რა შედეგი გამოიღო თქვენ შვილთან და გააზიარეთ ჩვენი არხი.